და მოდი ახლა დედაქალაქიდან გადავინაცვლოთ ზღვისპირეთისკენ, სადაც აუცილებლად აღმოჩნდები სულ რამოდენიმე დღეში. კაი რა. სულ ყველა, ხო? ხო, ვიმოგზავროთ ზღვისპირეთში, სადაც კულტურული ცხოვრების ეპიცენტრი გახავთ. ბათუმში სულ მალე საავტორო მუსიკის ყოველწლიური რადიო ფესტივალი მუსიკა ბათუმიდან დაიწყება. პროექტი, რომელიც 2023 წლიდან იმართება, წელსაც საოცარ პროგრამას პირდება მსმენელს. ფესტივალის მთავარი ხიბლი ცოცხალი ქუჩის კონცერტებისა და რადიო ტალღის პირდაპირი ეთერის სინთეზია. წელს გეოგრაფია ფართოვდება და ღონისძიებები მაღალმთიან აჭარაშიც გადაინაცვლეს. ბათუმიდან ახლა ჩვენი ჟურნალისტი ია გოლიაძე ჩაგვერთვება. ია, მოგესალმებით, გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით ბათუმიდან, ზღვისპირა ქალაქიდან, კონკრეტულად კი იმ ლოკაციიდან, სადაც დაახლოებით 2 კვირაში სტარტს აიღებს ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი, ფესტივალი მუსიკის მოყვარულებისთვის. მუსიკა ბათუმიდან, ასე ქვია რადიო ფესტივალს, რომელიც ბათუმს აგვისტოში უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთად იქნება ქუჩის ცოცხალი მუსიკა და რადიოს პირდაპირი ეთერი FM 104-სა და 5-ზე და ეს არის სწორედ ამ ფესტივალის მთავარი უპირატესობა. ფესტივალის დღეებში აი ამ ტერიტორიაზე მემედაბაშიძის ქუჩაზე ასობით ადამიანი იკრიბება და ტკბება ამ ძალიან კარგი შესაძლებლობით და რაც მთავარია და რაც აუცილებლად უნდა ითქვას, ეს ფესტივალი არის უფასო, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ შეუძლიათ მოვიდნენ ადამიანებს, გახდნენ მონაწილენი აი ამ მუსიკალური დღესასწაულის და გაეცნონ ბათუმის კულტურულ ცხოვრებას. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალი წელსაც გაცდება ზღვისპირა ქალაქის საზღვრებს, იგი ჩატარდება რეგიონებშიც. ორგანიზატორები მსმენელებს პირდებიან ძალიან საინტერესო პროგრამას. როგორც უკვე გითხარით, ფესტივალი ჩატარდება რეგიონებში, მათ შორის ქედასა და ქობულეთში. ფესტივალი მუსიკა ბათუმიდან ტარდება უკვე მეოთხედ. მისი მთავარი მხარდაჭერი არის აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია და წელს პირველად მხარი დაგვიჭირა საქართველოს კულტურის სამინისტრომ შემოქმედებითი საქართველოს პროექტების ფარგლებში და ფესტივალის მთავარი მიზანი გახლავთ ავტორშემსრულებლების მხარდაჭერა იმ ადამიანების, ვინც საავტორო მუსიკას წერს. ფესტივალს ვიწყებთ 9 აგვისტოს, სპეციალურად მოწვეული სტუმარი გვეყოლება დავით ჯორჟოლაძე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი ჩამოვა ჩვენს ქალაქში და იმღერებს ბათუმელებისთვის და არა მარტო ბათუმელებისთვის. ასევე 15-ში გაემგზავრება ქობულეთში, ცენტრალურ პარკში და იქ იმღერებს მსმენელისთვის ვაჟატუღუში და ჯგუფი Catfish და შემდეგ მომდევნო დღეს ქედას ვესტუმრებით და იქ ირინა ხინიკაძე თავის ბენდთან ერთად შეასრულებს თავის პროგრამას და ასევე იქნება ჯგუფი ასიასო. რადიო ფესტივალი ბათუმში 2023 წლიდან იმართება, წელს უკვე მეოთხედ, მისი ორგანიზატორი არის Art Radar-ი, ასე რომ შეგიძლიათ აგვისტოდან შემოუერთეთ ამ ძალიან კარგ პროექტს, ან მომართოთ რადიო FM 104-სა და 5-ზე და გახდეთ ამ მუსიკალური დღესასწაულის თანამონაწილეები. დიდი მადლობა ია. დიდი მადლობა იას.